დღეს წარმოგიდგენთ კომბოსტოს კერძის მარტივ რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელი გამოდის. აქ წარმოდგენილია საჭირო ინგრედიენტები, რომლებიც ვიდეოს აღწერაშიც დაგხვდებათ. დაჭერით კომბოსტო, თუმცა არა ძალიან წვრილად, ნაჭრები უნდა იგრძნობოდეს. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, ნიორი და მწვანილი წვრილად დაკებეთ. თუ ახალ პომიდორს იყენებთ, გააცალეთ კანი და დაჭერით კუბებად. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ მცენარეული ზეთი, მოშუშეთ ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე. დაუმატეთ ხახვს კომბოსტო, შუშეთ საშუალო ცეცხლზე, დროდადრო ურიეთ, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ კომბოსტო მოცულობაში არ დაიკლებს. დაუმატეთ კომბოსტოს დაჭრილი პომიდორი თავის წვენთან ერთად. ჩაყარეთ ხმელი სუნელი, დაფქული ქინძი, ცხარე წიწაკა და მარილი. დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20-25 წუთი. კომბოსტო უნდა დარღვევდეს, მაგრამ არ უნდა ჩაიხარშოს. მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ კომბოსტოს დაბლენდერებული ნიგოზი, დაჭრილი ნიორი, მწვანილი. კარგად დაურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი და გამორთეთ. სუფრასთან მიტანამდე კერძს თავსახურქვეშ 10-15 წუთი აცადეთ დასვენება. ის კარგად შეიწოვს ნივრისა და რეჰანის არომატებს და კიდევ უფრო გემრიელი გახდება.